დღესვე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო მახინჯაურში მცხოვრებლებმა სოფლის რწმუნებულის მხარდასაჭერი აქცია გამართეს. ამ მიზნით მოსახლეობა გამგეობის წინ შეიკრიბა და მოქმედი რწმუნებულის გოჩა გორგილაძის დამსახურებებზე ისაუბრა. აქციის მონაწილეთა განცხადებით სოფლის ინფრასტრუქტურა, მათ შორის გზა, წყალი, გარე განათება, სწორედ მისი მმართველობის დროს მოწესრიგდა. საზოგადოებამ თემის რწმუნებულს მოუწოდა გადადგომასთან დაკავშირებით განცხადება საკუთარი სურვილით არ დაეწერა. აქციის მონაწილეთა მოთხოვნას უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძე შეუერთდა. გამგებელს გოჩა გორგილაძის საქმიანობის უკეთ გაცნობისკენ და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღებისკენ მოუწოდა. გავიგეთ რომ დააწერინეს განცხადება. ესე მოვიდა ჩვენამდე, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ზარები იყო. დაწერე. ჩვენ ვეუბნებოდით არ დაწერო, იმიტომ რომ ჩვენი არჩეული ხართ. გოჩა გორგილაძეზეა ლაპარაკი. რწმუნებულს. ამოვედით აქ ამოვითხოვოთ რომ ეს კაცი დაგვიტოვონ სოფელში რწმუნებულად, იმიტომ რომ ამ კაცის გარდა ჩვენ სოფელში არც ერთ რწმუნებულს ხუთი თეთრი საღირალის არაფერი არ გაუკეთებია. ეს თვითონ თავისი ხელი, თავის სახლში სვარკავდა გარეგანათების ბოძებს. თვითონ არ ერიდებოდა იმ ხარჯებსაც. ოღონდ ყოფილიყო და ესეთი კაცი შეიძლება თანამდებობიდან გაუშვა? ვითხოვთ ჩვენი რწმუნებულის გოჩა გორგილაძის თანამდებობაზე დატოვებას. ხელსაღამოს გავიგეთ, რომ გოჩა გორგილაძის იძულებით დააწერინეს განცხადება. ხავს უჭერს მთელი სოფელი, ენერგიული ახალგაზრდა, ძალიან დიდი ავტორიტეტი ახალგაზრდობაში ეს ძალიან დიდი საქმე გააკეთა სოფლისათვის. გზები, განათება, რომელიც სოფელშია განათება, კაბელები, სიგნეთი